პრემიერ-მინისტრმა ახსენა 383 კილომეტრი ჩქაროსნული მაგისტრალი უკვე გახსნილი არის და ფუნქციონირებს ჩვენს ქვეყანაში. დღეს ამჟამად მიმდინარეობს 65 კილომეტრიანი მაგისტრალი, ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა სხვადასხვა ლოკაციაზე. ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის, აქტიური ტურისტული სეზონისთვის დასრულებული გვექნება ამ გზის მონაკვეთის კიდევ 6 კილომეტრი, რომელიც გაიხსნება გაზაფხულზე. ასევე ეს არის გრიგოლეთი-ქობულეთის გზის 3 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომლის გახსნასაც ასევე გაზაფხულზე შევძლებთ ჩვენ და ფაქტიურად ბათუმში ჩვენ შეგვეძლება თუ არ ჩავთვლით სამტრედიის მონაკვეთს, სადაც საზოგადოების ცნობილია, რომ გარკვეული პრობლემები იყო, მაგრამ აქტიურად მუშაობთ ამ პრობლემების მოგვარებაზე. შეგვეძლება უკვე ჩქაროსნული მაგისტრალით მგზავრობა. იცით, რომ მიმდინარეობს ბათუმის სარფის დიდი გვირაბის მშენებლობის ტენდერი, სადაც უნდა აღინიშნოს, რომ ესეთი აქტიურობა კომპანიების ჩვენ არ გვახსოვს. ათეულობით კომპანია არის დაინტერესებული ამ ტენდერით, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ რამდენად დიდია და რამდენად საიმედო პარტნიორია ჩვენი სახელმწიფო, მათ შორის საერთაშორისო დონის და მასშტაბის კომპანიებისთვის. ჩვენი სამინისტროს კონკრეტულად ფუნქცია და ამოცანა არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, არამედ ასევე არის ძლიერი სამშენებლო კომპანიების შექმნა ჩვენ ქვეყანაში, ხელშეწყობა ყოველ შემთხვევაში და ყველა ქართულ ბიზნესმენს თუ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელს მინდა მოუწოდო, რომ აქტიურად ჩაერთოს ჩვენი პროექტების განხორციელებაში. ყველა ეს განხორციელებული პროექტი ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების კიდევ უფრო გაზრდას, რაც თავისთავად თითოეულ მოქალაქეზე აისახება, თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს იგრძნობს იმ სარგებელს, რასაც საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას ზდევს. თან, როგორც პრემიერმა ახსენა, 383 კილომეტრი არის დღეს დასრულებული მაგისტრალი, მაგრამ ჩვენ გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმა, რომ მომავალი წლების განმავლობაში 400 კილომეტრი ახალი მაგისტრალი აშენდეს, რომლის განხორციელებაც უახლოეს პერიოდებში დაიწყება. გამოწვევა კიდევ უფრო მეტი გვაქვს, რაც თავისთავად კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს ჩვენი სამინისტროსგანაც, თითოეული ჩვენი თანამშრომლისგან და ჩვენ მზად ვართ, რომ ეს პასუხისმგებლობა ავიღოთ და თავდაუზოგავი შრომით განვახორციელოთ ყველა ის პროექტი, გამომდინარე იქიდან, რომ ღრმად გვჯერა, რომ ეს არის ზუსტად ჩვენი ქვეყნის სიძლიერის მთავარი გარანტია.